მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დაგიბრუნდით პარასკევი დღის ვლოგით. ახლა მთლად დილაც არ არის, არ მოგატყუებთ, სადღაც 12:30-ია დღეს დილიდან, მას შემდეგ რაც ბავშვები გავაცილეს სკოლაში, ხან რის გაკეთებას ვაპირებ, ხან რა დავიწყე და არ მივიყვანე ბოლომდე. მოკლედ დავდივარ აქეთ-იქით, ხან რას ვაკეთებ, ოღონდ უაზროდ და დრო ისე გავიდა, რომ ვერც კი შევამჩნიე. ახლა მივხვდი, რომ ბარემ თეთრეულს გამოვცვლი თქო. ასე მაქვს ჩემს საძინებელში გახსნილი ფანჯარა, დილიდან უკვე რამოდენიმე საათია ღია და შემოდის სუფთა ჰაერი, თან გარეთ თოვს, ხან წვიმს, მოკლედ კარგი ჰაერია და ასე მაქვს ახლა თითქმის ყველგან გაღებული, სახლში ცივა გავიყინე და ამის გამო ხან სად მივდიოდი, ხან რის გაკეთებას ვაპირებდი, ხან რის და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ბავშვების თეთრეულები გამომეცვალა. როგორც იცით, ჩემი წინა ვლოგებიდან გოჩას ჩემს ოთახში სძინავს, არაფრის დიდებით არ უნდა თავის ოთახში დაძინება, ეშინია, სერიოზულად ეშინია და 2 დღის უკან მითხრა, რომ ჩემი ოთახი მე მგონი დაწყევლილია და მაგიტომ ხედავ ცუდ სიზმრებსო. მოკლედ, ოთახში ნაძვის ხედს დავუდგი, მანათობლებიც გავუკეთე, ყველანაირი სიმყუდროვე, სილამაზე მოვუწყე, რომ მეთქი იქნებ გადავიდეს თავის ოთახში, რადგან უკვე დიდია და არ მინდა რომ ასეთი შიშები აწუხებდეს. ჩემთან კარგად სძინავს, თავის ოთახში კატეგორიულად არ უნდა რომ წავიდეს დაიძინოს. ეშინია მარტო დაძინების, ამიტომ ჯერ კიდევ ჩემთან სძინავს. მე არ მიშლის, პირიქით მიხარია კიდეც რომ კარგად სძინავს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ არ მიეჩვიოს და შემდეგ უფრო რაც გაიზრდება, უფრო გაუჭირდება ცალკე გადასვლა, ამიტომ ხანდახან მინდა ხოლმე რომ თავის ოთახში დაიძინოს. წამლების მიცემაც არ მინდა, ექიმმა დაუნიშნა ძილის წამლები, რომ თავის ოთახში დაიძინოს და არ მინდა რომ ძილის წამლებს მივაჩვიო, ამიტომ ჩემთან კარგად სძინავს, მთელი ღამე გადაბმული, მას შემდეგ რაც ჩემთან დაიწყო ძილი, ჯერ ცუდ სიზმარს არ შეუწუხებია, ამიტომ იყოს ჯერჯერობით და იმედი მაქვს, რომ არ მიეჩვევა ჩემთან ძილს. გამოვცვალე ბავშვებთან ლოგინები, დავხურე ყველგან ფანჯრები და ჩავრთე გამათბობელი. ახლა მოვიწესრიგებ ცოტა თავს, გავეშრობთ მას და შემდეგ გადავალ დანარჩენ საქმეებზე. სულ ცოტა ხნის უკან გავიგე, რომ ჩემმა ახლობლებმა და ნათესავებმა, მოკლედ ვინც მიყურებს, ჩემი რეკომენდაციით შინიდან გამოწერა ეს ფენი და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მე როგორ მიხარვდა, უბედნიერესი ვიყავი, რომ ჩემი რეკომენდაციით ვიღაცამ რაღაცა იყიდა და თან კმაყოფილი იყო, მოკლედ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ეს არ იყო ერთი ადამიანი და ორი, ეს იყო რამოდენიმე ადამიანი და მართლა გამობედნიერა იმან, რომ ჩემი რეკომენდაციით ვიღაცამ რაღაც შეიძინა. დღეს ალბათ პირველად გადავწყვიტე, რომ არ გამეკეთებინა ვარცხნილობა, რადგან ან თმას ვისწორებ, ან ვიხვევ. დღეს გადავწყვიტე, რომ ასე უბრალოდ გავიშრო და ასე უბრალოდ დავიტოვო. პირადად მოგესალმებით, თავს მოვიწესრიგებ ახლა თქვენთან ერთად და შემდეგ გავაგრძელებ ვიდეოს. მოკლედ დღევანდელი დღე იყო ძალიან უაზრო, როგორც იტყვიან, რადგან ახლა არის თითქმის დღის 2 საათი, მთელი დღეა დავდივარ დილიდან, ხან რას ვაკეთებ, ოღონდ უაზროდ, მართლა ნორმალურს რო არაფერს აკეთებ.
ვითომ ვფიქრობ, რომ თან დავისვენო, თან უამრავი საქმეები მაქვს, თან მოკლედ ხან იქ ვზივარ, ხან აქ ვზივარ, ოღონდ მართლა. იმედი მაქვს, რომ საერცხის მანქანის ხმა არ შეგაწუხებთ. ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობთ, აი ამ ტონერს ვყიდულობ მაღაზია Action-ში, ფრანგულად თუ არ ვცდები, Action-ს ეძახიან ამ მაღაზიას და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფლაკონი აქვს და სხვათა შორის ძალიან ლამაზი ფლაკონები აქვს ყოველ ჯერზე. ყოფნის 3 თვემდე, შეიძლება მეტიც, არის სახის ტონერი და მართლა ძალიან კარგი ტონერია, ღირს ადრე €1 ნახევარი ღირდა, ახლა თუ არ ვცდები 2 ევრომდე გახდა. ჩემი ყოველი მაკიაჟი და საერთოდ დილა იწყება ამ ტონერით. როგორი სუფთაც არ უნდა მქონდეს სახე, ყოველთვის ჯერ ტონერს ვისმევ და შემდეგ კრემს. ცოტას მოგიყვებით ჩემს ფრჩხილებზე. მთელი თვეა დაწებებული მაქვს სპეციალური წებოთი, ესენსის ფრჩხილის წებოთი და უყურეთ, მთელი თვეა დღეს მომძვრა ეს და ეს ფრჩხილი და უკვე ვფიქრობ, რომ აღარ დავამწებო. მთელი თვის მანძილზე მომძვრა მხოლოდ 4 თუ 5, ისიც კვირაში ერთხელ, 60 დღეში ერთხელ, შემდეგ ისევ ვიწებებდი და მოკლედ უკვე მომბეზრდა. საახალწლო მქონდა და ვერ გავიკეთე, რადგან არაფრით არ სძვრება, აი აქ ხედავთ კიდეც, რომ ფრჩხილი არის გაზრდილი. ესე იგი არაფრით არ უნდა რომ მოსძვრეს, ფრჩხილები გამიზარდა და ზედ შემახორცდა. რასაც ქვია, მართლა შემახორცდა ზედ. აი ახლა მინდა რომ მოვიხსნა და ვერ ვიხსნი, რომ ტკივა. ვრეცხავ, წყალში მაქვს, ვბანაო, ბავშვებს ვაბანავებ, მოკლედ თითქმის მთელი დღე წყალში მაქვს და მაინც არ ვძვრება. გაგიზიარებთ პატარა ხრიკს. დარწმუნებული ვარ, ყველას ოჯახში გაქვთ ასეთი ალოე ვერას გელი, ასეთი დიდი შეფუთვით. არ ვიცოდი საერთოდ რისთვის იყო, ან რაზე გამომეყენებინა, ხან ხელებზე ვისმევდი ხოლმე, ხან მოკლედ ხან სადეგდო, ხან სად და რამოდენიმე კვირის უკან ერთ-ერთმა ქალბატონმა წაისვა თვალის ქვეშ. აი აქ თვალის ქვეშ და იყენებდა როგორც თვალის ქვეშ კრემი და ვცადე მეთქი, მოდი მეც ვცდი და ესე იგი გავოცდი თვალის ქვეშ ყინავს ეგრევე, როგორც კი წაისმევთ, ეგრევე ყინავს, აციებს, მერე ვცადე მთლიანად სახეზე წასმაც, მაგრამ სახეზე არ ქონდა არანაირი შედეგი, მხოლოდ აი ამ ქუთუთოებს აციებს და ყინავს, როგორც ჩვეულებრივი თვალის კრემი. ამიტომ ახლა უკვე თვალის ქვეშ ვხმარობ. სცადეთ, ვისაც გაქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გაქვთ. შემდეგ ვისმევ ამ კრემს, ეს ახალია და სადღაც ერთი თვე არ ვხმარობ. ჩემმა კოლეგამ მირჩია. არის სახის კრემი C ვიტამინით, ესეც მაღაზია Action-ში იყიდება და მოკლედ ჩემი სარეცხის მანქანა გავთიშე, რადგან ხმა აქვს და მიშლის ლაპარაკში. ეს კრემი C ვიტამინით შევიძინე Action-ში და ღირდა 2 евро. თუ არ ვცდები 2 евро, თუ евро და 70, მოკლედ 2 ევრომდე და აი ძალიან მომწონს, ოღონდ მართლა არც ერთი კრემი ჯერ ესე არ მომწონებია, როგორც ეს კრემი. არ ვიცი, ჩემს სახის კანს ძალიან მოუხდა და კანი არის ერთფეროვანი, ამის შემდეგ ვხმარობ მხოლოდ ამას, შიგნიდან სერუმს და
ესეთ რაღაცებს აღარ ვიყენებ. ვისმევ მხოლოდ ამ კრემს და პრაიმერსაც აღარ ვიყენებ. თუ გითხარით, ეს კრემი, სახის კრემი ჩემო კოლეგამ მირჩია. ჩემი კოლეგა არის ყოფილი მოდელი, გერმანიაში ადრე იყო, ჟურნალი ბლონდი და იმ ბლონდის გარეკანზე იყო. მოკლედ არის ულამაზესი, არის სადღაც 55 წლის და არ ვიცი რამ გადაიყვანა შემდეგ მედიცინაში, მოდელი ქალი და თითქმის ყველა ეძახის ბლონდის. თავიდან არ ვიცოდი რატო ეძახოდნენ ბლონდის. და მე მაჩვენეს ჟურნალები, სადაც ეს ქალბატონი იყო გამოკრული. არის მართლა ძალიან ლამაზი ქალი ბუნებრივად. რა თქმა უნდა, თავსაც უვლის, ბოტექსსაც იკეთებს და ხშირად მაძლევს ხოლმე რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით და თუ რაიმე ბიუჯეტურ კრემს ნახავს და მოეწონება, აუცილებლად მიზიარებს ხოლმე და მეც ვითვალისწინებ მის რჩევებს და ეს კრემი მაგ ქალბატონმა მირჩია. ასე რომ მეც ძალიან მომეწონა, ოღონდ მართლა ამ კრემის შემდეგ გადავდე ჩემი ყველა კრემები. მე ვიწარბებს ვიკეთებ და ვერ ვიკეთებ. რაც არის. ცოტა კორექტორი. არსად არ ვაპირებ გასვლას. გასვლელი კი სულ ვარ, მაგრამ დღეს გადავწყვეტე, რომ არსად არ წავიდე, თუ რამეა ხვალ წავა. გოჩა უკვე მოვიდა სახლში, რადგან დღეს პარასკევია და პირველზე უმთავრდებათ. ნიცასაც დაუმთავრდა და ბებია მისთან არის წასული. ყოველ პარასკევობით, როცა ჩემი დედამთილი სახლშია, ბავშვები პირდაპირ სკოლიდან მიდიან ხოლმე ჩემს დედამთილთან. ცოტა შორს ცხოვრობს აქედან. და ნიცა პირდაპირ მიდის ხოლმე სკოლიდან. ხოლო გოჩამ არ იცის, რომ ნიცა ახლა იქ არის. იმიტომ რომ გოჩამ დარეკა უკვე და უთხრა, რომ საღამოს მოვალ. გოჩამ იცის, რომ ნიცა ზედმეტი გაკვეთილები უტარდება და სკოლაშია ახლა. ეხლა ცოტას მოვწესრიგდები და მოვამზადოთ სადილი. დღეს მინდა რომ რამე შაურმას მაგვარი მოვამზადო. ქათმის ფილე გამოვიღე უკვე და ვფიქრობ, რომ შევწმო და შემდეგ ლავაშში გავახვიო. მორჩა. ცოტა ტუჩსაცხვი. და საყურეები. საყურეებს გავიკეთებ. ჩემს უსაყვარლეს, ეს ჩემი საშობაო საყურეებია და ძალიან მიყვარს. ქათმის ფილი გალღვა უკვე წყალში მიდევს, კიდევ კარგად გავრეცხავ და დავიწყებ უკვე დაჭრას, დავჭრი წვრილად და შევწვავ. როგორც ხედავთ, ხელთათმანები გავიკეთე, რადგან რაღაცნაირი ზიზღი მაქვს ხორცთან შეხების და თუ დაკვირვებულ ხართ ხორცთან შეხებისას ყოველთვის მიკეთია ხელთათმანები. პატარაობიდან ასე ვარ, პატარაობიდან რა. მას შემდეგ, რაც სადილების გაკეთება დავიწყე, ჩემი მშობლები როცა სამსახურში იყვნენ, მე მიწევდა ხოლმე სადილის მომზადება და მაშინაც კი ხელთათმანებს ვიკეთებდი და ისე ვამზადებდი. დავუბრუნდეთ ისევ საქმეს, ქათმის ფილე დავჭერი წვრილად, გადავიტანე დაფაზე, მოვაყარე წითელი
პაპრიკა და მარილი და ახლა შევწყვევ. ჯერ თავის წყალს გამოუშვებს ფილე, შემდეგ დააშრება ეს წყალი და დაიწყებს შებრაწვას. იქამდე მე დავჭრი ბოსტნეულს, დავჭრი დღეს პომიდორს, კიტრს, ასევე სალათის ფურცლებს და ხავს. ჯერ პირველ რიგში ჩავდებ კარტოფილ ფრის შესაწყობად, რადგან შაურმასთან და საერთოდ ყველაფერთან ასეთ ფასტ ფუდთან ერთად მივირთმევთ კარტოფილ ფრის. სანამ კარტოფილი ფრიც მომზადდება, იქამდე დავჭრი სხვა დანარჩენ ბოსტნეულს. ვჭრი კუბიკებად, ასე უფრო კარგი გამოდის, ადრე გრძლად ვჭრიდი ხოლმე და ახლა დავიწყე უკვე ასე კუბებად დაჭრა და ასე უფრო უკეთესი გამოდის. თითქმის ყველაფერი მზად არის, ხორციც უკვე შეიწვა, კარტოფილიც შეიწვა და ახლა მოვამზადოთ соуსი. არის უგემრიელესი და უმარტივესი. ავიღე არაჟანი, აქ მაქვს თუ არ ვცდები 3 სუფრისკოვზი არაჟანი და დავუმატე 2 სუფრისკოვზი მაიონეზი. კარგად ამოვურიე, დავუმატე 1 ჩაის კოვზი მწვავე შავი პილპილი და 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, ასევე 1 კბილი ნიორი ჩავახერხე, ამოვურიე კარგად და უგემრიელესი соуსი მზად არის. ასევე მარილი გემოვნებით. დავიწყოთ აწყობა, ჩვენთან ასეთი ლავაშები იყიდება. არც თუ ისე გემრიელია, სიმართლე რომ გითხრათ და ძმრის სუნი და გემო აქვს, მოკლედ ჩვენებური ლავაშები აქ არ იყიდება და არც რუსულ მაღაზიებში არ არის სამწუხაროდ, მოკლედ ყველაფერი დავდე, ჯერ соуსი, შემდეგ ხახვი, პომიდორი, კიტრი და ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი დავდე, გადავახვიე და ჩავდე კონტაქტურ გრილში. ნიცაც სულ ახლა ხანს შემოვიდა სახლში, ახლა გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ ბავშვებისთვის, ასე კი ლეტაში ვახვევ, რადგან მირთმევის დროს, განსაკუთრებით ბავშვებთან იშლება, რადგან ბავშვებს ვერ უჭირავთ ისე როგორც საჭიროა და ეშლებათ ხოლმე, ამიტომ კი ლეტაში ვახვევ და ასე მიირთმევენ, შემდეგ ნელ-ნელა სწევენ დაბლა კილეტას. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთვით. სადილის შემდეგ გადავედი სამზარეულოს დალაგებაზე, ამასობაში ბავშვები გაკვეთილებს წერენ, რადგან ჩვენთან გაკვეთილებს დაწყებით სკოლაში არ აძლევენ ყოველ დღე, მხოლოდ პარასკევობით, რომ ორშაბათისთვის გქონდეთ მზად. ხოლო ნიცას თითქმის ყოველ დღე აქვს გაკვეთილების სასწავლი და რა თქმა უნდა დღესაც. როგორც უკვე გითხარით, ბებიასთან უნდათ უქმეების გატარება და ახლა სწავლობენ, რომ შემდეგ აღარ ისწავლონ. როგორც ხედავთ, 10 საქმეს ერთდროულად ვაკეთებ და ეს შევამჩნიე ახლა ვიდეოს მონტაჟის დროს, მოკლედ თან ვაბინავებდი ჭურჭლის მანქანას, თან სხვა საქმესაც ვაკეთებდი, მერე ისევ ვუბრუნდებოდი ჭურჭლის მანქანის დაბინავებას, დაბლა სართულზე უკვე გასარეცხ ჭურჭელს ვდებდი და მაღლა სართული ისევ დასაბინავებელი იყო, მოკლედ ამას ქვია, ისეთი დასალაგებელი იყო, რომ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. ცოტა სიბრალულის გრძნობაც გამიჩნდა საკუთარ თავის მიმართ.
და საერთოდ ქალების მიმართ, რადგან ვიდეოები რომ არ გადამეღო, ვერც კი შევამჩნევდი, რომ ასეთი რაღაცეებიც მემართება ხოლმე, როცა არ იცი რითი დაიწყო და რომელ საქმეს მოჰკიდო ხელი. მოკლედ, შემდეგ წარმოვიდგინე თითოეული ქალი, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს ან ახალი წლის დღეებში, ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვართ, დარწმუნებული ვარ, რომ არ იცი საიდან რა დაიწყო და საიდან რას მოჰკიდო ხელი. თითქმის გავედი ბოლოშიც, სულ ცოტაღა დამრჩა, გაჩერდა სარეცხის მანქანაც და ბარემ დავფენ სარეცხსაც. აქვე არის ჩემი გაწაწილი, სკოლის ამბებს მიყვება, ნიცა პატარა რომ იყო, გაწაწილს ვეძახდი, რადგან სულ გაწაწილი იყო და თავის თავს თვითონ ეძახდა წეწილოს, რადგან სიტყვა გაწაწილს ვერ ამბობდა და ამბობდა წეწილოს. მოკლედ დღემდე წეწილოს ვეძახი, რადგან დღემდე ასე გაწეწილი დადის. წავალ ახლა მე სარეცხს დავფენ, ხოლო წეწილო დახვედავს სამზარეულოს. ალბათ გაგიკვირდებათ ამდენი ხანი რატომ ირეცხებოდა სარეცხი, ხშირად თეთრეულებთან ერთად ვრეცხავ პირსაწმენდებსაც და თუ ბავშვების თეთრეულებთან ერთად ვრეცხავ პირსაწმენდებს, ვრთავ ანტიბაქტერიულ პროგრამას და ეს პროგრამა 3 საათს ან ხანდახან 3 საათზე მეტს სჭირდება. ხანდახან ასეთ პროგრამასაც ვრთავ ხოლმე, დღეს ჩავრთე და ზუსტად 3 საათი და 20 წუთი მოანდომა გარეცხვა, ამიტომ ასე დამიგვიანდა დღეს სარეცხის დაფენვა. დავფენ აივანზე, ხოლო ხვალ უკვე ნელ-ნელა შემოვიტან და დავდებ გამათბობელზე. თქვენთან უკვე დაბნელდა და მოვამზადოთ ახლა უგემრიელესი შოკოლადის კექსი. მე ვეძახი ყავის კექს, რადგან შიგნით ვურევ ყავას. დაგჭირდება 150 გრამი ფქვილი, 50 გრამი კაკაო, გამაფხვიერებელი, 200 გრამი შაქარი, 180 გრამი მაწვანი ან არაჟანი, 50 გრამი ზეთი, 1 კვერცხი და 150 გრამი ხსნადი ყავა ან წყალი.
აქ მაქვს უკვე გამზადებული ინგრედიენტები, აქ მაქვს ცხელი წყალი და დავამატებ 1 კოს ხსნად ყავას. თვითონ პიროგის მომზადება არის უმარტივესი, უკვე ჩავრთე ღუმელი გასაცხელებლად, სულ 6-7 წუთი სჭირდება ამ ყველაფრის მორევას და შემდეგ ცხვება 25 წუთიდან 30 წუთამდე 180 გრადუსზე. დააკვირდით თქვენს ღუმელს და შეამოწმეთ აუცილებლად ქაღალდის ჩხირით. დღეს გამოვიყენე არაჟანი, საკმაოდ სქელი იყო, ამიტომ ცოტა წყალიც დავამატე. ყველაფერს ვდებთ ერთ ჯამში, ასე და შემდეგ ვურევთ უბრალოდ ხელის მიქსერით. უმარტივესია და უგემრიელესი. შემდეგ გადაგვაქვს გამოსაცხობ ფორმაში, ვაცხობთ და გამოცხობის შემდეგ ზემოდან ვასხავთ შოკოლადს, ვაცდით კიდევ რამოდენიმე წუთი, რომ ოდნავ შეგრილდეს და შეგვიძლია უკვე დავაგემოვნოთ. ამ კექსის ბისკვიტი ტექსტურით წააგავს ბრაუნს, რადგან ასეთივე ნოტიო და სველი ბისკვიტი აქვს, როგორც ბრაუნს. ჩემი აზრით, ადუღებული წყლისგან იღებს ასეთ ტექსტურას, შეგიძლიათ ყავის მაგივრად უბრალოდ წყალიც დაამატოთ. ამასობაში გამოცხვა ჩემი ბისკვიტი, ღუმელში იყო ზუსტად 30 წუთით, გამოვიღე, ზემოდან მოვასხი შოკოლადი და დავაცადე კიდევ 20 წუთი, რომ ოდნავ შეგრილებული იყო. შემდეგ დავჭრათ და დავაგემოვნოთ. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.